მოწვევისთვის. პირველ, ბაზისურად ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქონი არის დისკუსია და ალბათ ჩვენ ვინაიდან ვიცით რატომაც გვინდა ქართული ოცნების შეცვლა და რატომაც არ მოგწონს ერთ-ერთი არის ის რომ ის არაფერს არ განიხილავს თუ რამეს ამბობს რომ განხილვას ადგილი ჰქონდა სულ ამბობს რაღაცა ფარდის უკან ხდებოდა ეს ყველაფერი და მოქალაქეებისგან პარტია არის გათიშული შესაბამისად ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე მოქალაქეები გებულობენ უბრალოდ გადაწყვეტილებას და მათი ჩართულობა არის ნულის ტოლი. ჩვენ შემთხვევაში ხა ოპოზიციასაც უყურებ, მე როგორც მოქალაქე ვარჩევდი რომ საკითხები რომლებიც მნიშვნელოვანია ყველასთვის იყოს განხილული საჯაროდ, მათ შორის ტელეეთერებში, იმიტომ რომ საიდუმლოზე აქ არავინ არ საუბრობს, ხო, არის პოზიციები, რომლებიც არსებობის უფლება ყველას აქვს და თუ არგუმენტები არსებობს, ჩვენ როგორც მოქალაქეებმა ეს უნდა მოვისმინოთ, ხო? ამიტომ ყველაზე ალბათ თვალშისაცემი რაც არის, რასაც არ მოვიწონებდი, არის რომ ბევრი საკითხი თითქოს ისე განიხილება, რომ ის იყოს რაღაცა კულუარებში იყო, ამაზე საუბარი თუ არ იყო, თუ ვიღაცამ რაღაცას დაპირდა და შემდეგ ართვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ თემას, მე ისე ჯერჯერობით ისე ვიყავი ჩამოყალიბებული, არ მქონდა პოზიცია, იმიტომ რომ მოვლენებს ვაკვირდები, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება და თვითმმართველობის არჩევნები ძალიან შორს იყო იმ გაგებით, რომ პირველ რიგში ჩვენ პროტესტს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი და მის გაძლიერებაზე ვფიქრობდი. თუმცა რაც გაჟღერდა, მას შემდეგ ცალსახად ცხადი არის ჩემთვის, რომ მონაწილეობა ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკოსების მხრიდან, ვინაიდან არაფერი არ შეცვლილა უკეთესობისკენ, მას შემდეგ რაც ჩვენ წაგვართვეს საპარლამენტო არჩევნები. პირიქით ყველაფერი გაუარეს და ძალიან ლოგიკური შეკითხვა არის, რომ თუ ჩვენ ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხეთ ჩვენი არჩევანის დაცვა, ეხლა რა გვაქვს, საიდან მოგვეცა ძალა, რომ ეს არჩევანი დავიცვათ თვითმმართველობის დონეზე, მნიშვნელობის თვალსაზრისითაც საპარლამენტო არჩევნებს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოქალაქეებისთვის, მობილიზაცია ბევრად უფრო მარტივი იყო პოლიტიკოსების მხრიდან და თქვათ ეხლა საუბარი იმაზე, რომ რაღაც რეფერენდუმი არის, საპარლამენტოს უფრო ჰქონდა ეს სახე, ვინაიდან ზუსტად საპარლამენტოს წინ ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა ქართული სახელმწიფოს ღალატის შესახებ, როდესაც მან თქვა, რომ რეგიონებს ბოდიში უნდა მოუხადოს, რუსებს ბოდიში უნდა მოუხადოთ, რომ რაღაცა კონსტიტუცია შევცვალოთ და პარტიები აუგზავნოთ და ასე შემდეგ. თავდაპირველად აყენებდა ყველაფერს, რაც ჩვენთვის ღირებული იყო. ამიტომ ეხლა დღეს თვითმმართველობაზე მოქალაქეების დარწმუნება, რომ აი უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელი არის რომელიღაცა საკრებულოში თუ მერი ოპოზიციონერი იყოს, მე ძალიან გაჭირდება რიტორიკულად და ისედაც მოქალაქეები ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში პროტესტში ჩართული ვინც ვართ, ვერ ვხედავთ პროტესტის მიღმა რაიმე პოლიტიკური ჩარჩოს აუცილებლობას, რომელშიც ქართული ოცნება ისე ვინარჩუნებს იმ პოზიციებს, რომელიც დღეს გააჩნია და ჩვენ რატომღაც ამ ჩარჩოში უნდა ვიმონაწილეოთ. ამის აუცილებლობას და აზრს მართალი გითხრათ ვერ ვხედავ. შესაბამისად, ისევ მე როგორც ერთი მოქალაქე, ჯერჯერობით ვემხრობი იმას, რომ მონაწილეობა არ იქნებოდა პროდუქტიული ჩვენთვის. კი ბატონო, ბატონ ლევან, აი ბოიკოტის შემთხვევაში, მაშინ აი ისევ გავიმეორებ მე იმ შეკითხვას, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეების, რომ აი თუ ბრძულ ბოიკოტს ვაცხადებთ, მერე რა ვშვებით და აი ამ შეკითხვას მართლაც აქვს რაღაცა ლოგიკურად არსებობის უფლება, ხო? მაშინ გეგმა რა არის? აი ეს რაღაცა გაცვეთილი სიტყვა გეგმა და კითხვაც გეგმა რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ რაღაცა ეს უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომელიც ამდენი თვეა ქუჩაში დგას და ყოველთვიურად აი თქვენც აღნიშნეთ, იღებს იმაზე უფრო უარეს გარემოს, რეპრესიების კუთხით იქნება თუ პოლიტიკური კრიზისის თუ ვითარების კუთხით, ვიდრე ეს შესაძლოა იყო რაღაცა ნახევარი წლის უკან. ხო. სინამდვილეში მე მაგ სიტუაციის გაუარესებაში ვხედავ გეგმას და პოლიტიკოსებმა რაც შეიძლება რომ გააკეთონ არის დააჩქარონ ეს პროცესი. როდესაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უბრალოდ გაუსაძლისი იქნება იმ საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო გადაწყვეტილებების გამო, რასაც რეჟიმი მიიღებს. ანუ როგორ იყო, ჩვენ საპარლამენტოზე როცა გავდიოდით, მოქალაქეები ღიად ვამბობდით და მაგიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ არჩევნებზე, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა დაინახა დიქტატურის საშიშროება, ხო? იმიტომ რომ ის გაცხადებული პოლიტიკა რაც დაანონსეს, იყო დიქტატურის გამოცხადება და საქართველოს მოქალაქეებმა ამას უარი უთხრეს. სამწუხაროდ რაღაცა ნაწილმა
ჩათვალა, რომ ეს ნაკლებად პრობლემური იქნებოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებზე ვამბობ და შესაბამისად, როდესაც ჩვენ არჩევნების დაცვა მოგვიწია, ან თქვათ საქართველოს საგარეო კურსის დაცვა მოგვიწია, ეს ხალხი ჩვენ გვერდში არ დაგვიდგა. რამაც განაპირობა ის, რომ რაღაცნაირად სისტემამ შეძლო ფეხზე დარჩენა და ის არ წაიქცა. მაშინ როდესაც ნებისმიერ ოღონდ აქციაზე იმას კი ვამბობ, რომ რაღაცა მანდ შეტაკებებით უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამდენი ადამიანის პროტესტი რო იქნებოდა, უბრალოდ დიალოგში მაინც შევიდოდა სახელმწიფო მთავრობა, მაგრამ ეს არ გააკეთა ოცნებამ და გადაწყვიტა, რომ წასულიყო დიქტატორული გზით, ხო, სისხლში ჩაახშო პროტესტები. და პრინციპში ისე ჩვენ მშვიდობიან ფორმებს ვაგრძელებთ და ამ პროტესტის ამოცანა ისევ ძალაში არის, ხო? მაგრამ ის ხალხი, რომელიც ჯერ ვერ ხვდებოდა რა საშინელება იყო არჩევნებამდე, ის დაპირება, რაც საქართველოსებამ გააკეთა, ეხლა უკვე თვალნახნივ დაინახა, ხო? მაგალითად დეკემბერში, როდესაც მართლა დახოცა ხალხი ქართულმა ოცნებამ, ბევრად უფრო მეტი ადამიანი მას განუდგა. ნელა რაც უფრო თქვათ იწყებს მისი დიქტატურის კონსოლიდირებას, მით უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ უფრო და უფრო უარესი იქნება სიტუაცია. ჩვენ იმ წერტილამდე უნდა მივიდეთ, სადაც უკვე დასამალი აღარ ექნება ქართულ ოცნებას, ღია თითქოს არანაირი დემოკრატია ქვეყანაში არ არსებობს. ამას როგორც ეს დიქტატორული ისინი მთავრობები არ ამბობენ, მაგრამ უბრალოდ ტყუილი იმას ის რომ თქვათ ყველაფერი კარგად არის და რეალობა ძალიან უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. და აღარანაირი არგუმენტი არ უნდა ქონდეს არც ერთ მის მხარდაჭერს, რომ რამე იქნება კარგად. შესაბამისად, ბოიკოტი ის კი არ არის, რომ რაღაცა ბოიკოტის არაფერი არ გამოდის. ყოველი მომდევნო დღე, მაგალითად, ეხა Facebook-ზე რომ იმას ლანძღვას გრძალავენ, ხო? ეს ხო არ მარტო ჩვენ დაგვარტყავს, ვინც პროტესტში ვართ, არამედ დაარტყავს თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც, მაგალითად, რომელსაც, რა ვიცი, ლეგალურად ჩივილის საშუალება გვექნება ჩვენს, ხო? და დილწიწყობიც ისინი ძალიან გამორჩეულები არიან. შესაბამისად, მათი ამომრჩეველიც ვერ იგრძნობს ამ საკანონმდებლო ჩარჩოში, რასაც ქმნის ეხლა დიქტატურის ქართული ოცნება თავს კარგად. შესაბამისად, ადრე თუ გვიან მოუწევს, რომ საკუთარი ხალხი დაჩაგროს. რაც უფრო გაიზრდება დაჩაგრულთა რაოდენობა, მით უფრო ძლავრი იქნება პროტესტი დროში. და შესაბამისად, ჩვენ რაც ვაკეთებთ ამ ბოიკოტით არის ის, რომ ვაიძულებთ ქართულ ოცნებას უფრო და უფრო გამოავლინოს საკუთარი თავი. კი შეიძლება თქვენი იკითხოთ და ბევრი სხვასხოლმე შეკითხოს, რომ როდემდე უნდა რით ვერ დავინახეთ. ჩვენ დავინახეთ, აი ვინც ვერ დაინახა იმისთვის უნდა გამოავლინოს საკუთარი თავი უფრო და შესაბამისად იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე განუდგება რეჟიმს, მერე ცვლილება გარდაუვალი გახდება. მეორე მხრივ, უშუალოდ პოლიტიკურ პროცესად შეეხება, ბოიკოტი ჩვენ კი არ გვაზიანებს და გეგმა რა არის, მაგ შეკითხვას კი არ გვისურვებს, იმიტომ როგორც აღწერე, გეგმა გვაქვს. ბოიკოტი პრობლემას უქმნის თავად რეჟიმს, იმიტომ რომ არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში ასეთი არაღიარებული, არალეგიტიმური სტატუსით, რომელიც არის წარმოდგენილი, უბრალოდ ნორმალურ საგარეო პოლიტიკას ვერ აკეთებს. შეუძლებელია ეს თემის გაკეთება, ისევ და ისევ, რაც არ უნდა გვესაუბრონ, რომ რაღაცა ვექტორ შეიცვლიან და საუდის არაბეთი დააბალანსებს თელს დასავლეთს, ესე არ იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ის ქვეყანა, რომელთაც საკუთარ პარტნიორად წარმოაჩენს ქართული ოცნება დღეს, თანამშრომლობს ასევე დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თუ ვთქვათ, ჩვენი არალეგიტიმური სტატუსი პრობლემას შეუქმნის ამ მესამე სახელმწიფოებს დასავლეთთან ურთიერთობის, არ მგონია, რომ მან და მაინც ის არჩიონ, ირაკლის არქუა არჩიონ, ვიდრე ვთქვათ ამერიკასთან საბჭოთა კავშირი ან ვთქვათ დასავლეთთან. ხო, ამიტომ ყველამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ჟურნალისტებს გახსოვთ, თქვენ ბრიფინგებზე ეხვეწებოდა ხოლმე არაღიარებული პრემიერი, რომ მაღიარო. ეს რომ იყოს უმნიშვნელო, მაშინ ამ დონეზე არ დაეცემოდა ამხელა კაცი. შესაბამისად, რა ვიცი, თუ ამას ვაფიქსირებთ, რატომ უნდა ვცადოთ, რომ შევქმნათ რამე პრეცედენტი აღიარების, ხო? ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არალეგიტიმურობა მათთვის პრობლემა არის, რატომ უნდა ვიმონაწილეოთ ისეთ რამეში, რაც მათ ათქმევინებს, რომ ჩვენ ვართ ლეგიტიმური, იმიტომ რომ მაგერ რაღაცა ლეგალურ არჩევნებს ვატარებთ და ხალხი მასში მონაწილეობს და არანაირი ბოიკოტი არ არსებობს. შესაბამისად, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება გადაწეროს ცნობიერებაში პირველი საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი ბევრისთვის, ხო? და ამიტომაც რაღაცნაირად კარგი იქნება თუ პოლიტიკოსებიც გაიაზრებენ, რომ თუ იმეს უჭირს დღეს, კი ჩვენ ფიზიკურად გვიჭირს, ჩვენი თანამებრძოლები ციხეში არიან, მაგრამ ჩვენ მართლები ვართ და ამ გაჭირვებას ავიტანთ, მაგრამ თუ იმეს მართლა უჭირს, ეს არის ზუსტად ქართული ოცნების წევრები პარტიის
რომლებიც საკუთარ ამორჩევლებს ვერ არწმუნებენ, რომ ძალაუფლებას ფლობენ, ერთმანეთს არ ვიცი რასე უბნებიან, მაგრამ როგორც ბევრმა უკვე ევროპარლამენტმა თქვა, რაღაც წერილებს აგზავნიან დასავლეთში, რომ იქნებ სანქციებიდან ამოიღონ და ასე შემდეგ. ამიტომ შეწუხებულები არიან, არავის არ მოსწონს სანქცირებულთა სიაში ყოფნა. რაც უნდა გინება აკრძალონ, უკმაყოფილებას ვერ აკრძალავენ, ანუ გამოხატვა არ აქრობს ემოციას, შესაბამისად თვითონაც იციან, რომ თავრობა, რომელიც აკრძალვებით ცდილობს, რა ვიცი, პატივისცემის დამკვიდრებას საზოგადოებაში, ის განწირული არის. პოლიტიკოსის მთელი მუღამი ის არის, რომ ვინაიდან ის ხალხის მსახური არის, ის თავაწელი უნდა დადიოდეს საკუთარ საზოგადოებაში, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა კონდეს განცდა, რომ ის მას ემსახურება და ახლა გინება აკრძალვა უბრალოდ იმის ჩვენება არის, რომ თავად იციან, ისინი ამ საზოგადოებაში პატივისცემას ვეღარასდროს დაიმსახურებენ, ერთადერთი რაც დარჩათ არის ხალხის იძულება, რომ მათ, რა ვიცი, მინიმუმ არ აგინონ თუ პატივს არცემენ, ხო? პატივისცემის მოთხოვნა კიდე მომავალში, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, მე ლექსების წერას მომავალში დაგვავალდებულებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ვცდილობენ, რომ მინიმუმ ცუდი არავინ არ წამოაწოხოს, ხო?